სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალსაგასრო თქვენ და სრულიად საქართველო ამინ ამინ დღევანდელ დღეს დანოდაც მანო წაკითხული იქნა სახარება იერიხოში მომხდარი ერთი სასწაულის შესახებ სადაც გზად მიმავალმა მაცხოვარმა განკურნა ბრმა ადამიანი რომელიც იერიხოს გზაზე იჯდა მთხოვნელად და შინაარ შეგახსენებთ მე ახლა სახარებისას და მე გეტყვით ორიოდე სიტყვით რასაც გულისხმობს ეს სახარება გარდა ისტორიულად მომხდარი ფაქტისა რომ მიემგზავრება მაცხოვარი ფეხით მიდის და ეს ბრმა გაიგონებს რომ მოდის იესო ქრისტე და დაიწყებს ხმამაღლა ღაღადებას რომ იესო ძეო დავითისო შემიწყალე მე და ხალხი აჩერებს მას და ეუბნებია გაჩვენდი ის კიდე უფრო ხმამაღლა და ხმამაღლა იძახის ამას და მაცხოვარი დააძახებინებს ეთქვის რომ მოიყვანეთ ჩემთან და მოვა და ეუბნება რომ რა გინდა რომ გაგიკეთო შენ და ის ეუბნება ასეთ საოცარ პასუხს ჯერ კითხვაც ხო საოცარი ღმერთმა ყოვლის გულთამხილველმა არ იცის რა სჭირდება გულთამხილველიც რომ არ იყო ისე ვერ ხედავ ადამიანს რაც სჭირს ეკითხება რა გინდა რომ გაგიკეთო და ეს პასუხობს რომ ამიხილო თვალი და მაცხოვარი აუხელს მას თვალს და ის დიდი მადლიერებით დაყვება მას უკან აი ეს გახლავთ შინაარსი მაგრამ ძალიან დამაფიქრებელი ამბავია ეს მე არაერთგზის მithქვამს თქვენთვის რომ როდესაც დიდი მარხვის სამზადისი იწყება და ლიტურგიკული საკითხავები იცვლება ეს გახლავთ აი დაწესებული კვირეები რომ დაწესდება მეზვერისა და ფარისევლის კვირა მერე უძღებიშვილის კვირა იქ ხორციელის კვირა ყველიერის კვირა სინამდვილეში აქედან კი არ იწყება მზადება დიდ მარხვისა მზადება იწყება იცოდეთ რომ ამ სახარებას როდესაც მოისმენთ როდესაც გაიგონებთ ამ წაკითხვას რა გინდა რომ გაგიკეთო და პასუხი ეს არის რომ რათა ამეხილოს თვალი იცოდეთ რომ ეს არის პირველი მოსამზადებელი სახარება დიდ მარხვისთვის ამის შემდგომ ზაქეს ისტორიას წავიკითხავთ და ისიც თუ როგორ ემსახურება დიდ მარხვის ესე იგი მომზადებას იმასაც მოგახსენებთ და იმის შემდგომ უკვე სხვა იმ ჩამოთვლილ დანარჩენს მაგრამ ეხლა დღევანდელს დავუბრუნდეთ კვლავ რა არის იერიხო მამები ამბობენ რომ იერიხო ნიშნავს მთვარეს და მთვარე გახლავთ პლანეტა თუ რა ვიცი რა ქვია რომელსაც თავისი სინათლე არ გააჩნია ის თვითონ კი ვერ ანათებს მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვხედავთ ღამე მთვარის ნათებას ეს არ არის მთვარის ბუნებრივი ნათელი თქვენ ხომ ეს ყველამ კარგად იცით ეს რაღაცა სკოლაში ისწავლება და ყველასთვის ცნობილი ამბავია და არავისთვის დამალული არ არის რატომ არის ეს ყველაფერი შედარებული მთვარესთან და რატომ არის კონკრეტულად იქ ეს ბრმა ადამიანი იმიტომ რომ სინამდვილეში ადამიანის ცხოვრება ასეთი უნდა იყოს თვითონ ვერ შეიძლება იყოს წყარო ადამიანის სინათლისა ადამიანი მხოლოდ ანარეკლი შეიძლება იყოს სინათლისა ისევე როგორც მთვარე არის ზუსტი ანარეკლი მზის სინათლისა ასეთივე ადამიანში უნდა აირეკლოს საღვთო გამონათება სხვაგვარად შეუძლებელი ადამიანი თვითონ იყოს რაღაცა წყარო სინათლისა, წყარო გამოსხივებისა და წყარო ხედვისა ეს აბსოლუტურად შეუძლებელია მაგრამ მიიღწევა ეს ამბავი როგორ იცით როგორც ის კაცი ყვირის იესო ძეო დავითისო შემიწყალე მე ის პირდაპირ ამბობს მიუხედავად იმისა რომ ბრმაა მიუხედავად იმისა რომ თვალებში ვერ ხედავს ძეო დავითისოს აღიარება ნიშნავს მესიის მხსნელის აღიარებას ამიტომაც ის ცნობილი ლოცვა რომელიც ლოცვითაც თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ შეიარაღებული რომ უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ამას რომ უნდა ვიმეორებდეთ ძალიან ხშირად ამის გასაჩუმებლად ყველაფერს ცდილობს ეშმაკი ხან ადამიანის ხელით გეუბნება გაჩერდი არ არის საჭირო ან ხელშეგიშლის ან ტელეფონი დაგირეკავს ან იქ რაღაცა გადაცემა ჩაირთვება რომელიც დაგაინტერესებს უნდა უყურო ან საუბარს გაგიბავს ვიღაცა უდროოდროს და ასე შემდგომ ყოველთვის ვიღაცა ცდილობს რომ გაგაჩუმოს და არ გათქმევინოს ეს რომ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე და თუ კი შენ ამას გადალახავ და თუ შენ ამას შეძლებ რომ ეს ლოცვა გქონდეს გულიდან ამოთქმული რომ იესო მე მჭირდება ნამდვილად შეწყალება ამის შემდგომ მაცხოვარი აუცილებლად შეგეკითხება ისევე როგორც ამ ბრმას შეეკითხა რა გინდა რომ გაგიკეთო შენ მიუხედავად იმისა რომ ღმერთმა იცის რა სჭირდება ადამიანს
ადამიანმა ხშირად არ იცის რა სჭირდება მას. რა უნდა იყოს პირველ რიგში და რა უნდა იყოს მეორე რიგში. იმიტომ რომ შეიძლება ახლაც ამ წამს ვინმე მოვიდეს და დაგვისვას კითხვა. აი რა გჭირდება ეხლა შენ? და ყველამ სხვადასხვა პასუხი გავცეთ და არც ერთი არ შეესაბამებოდეს სულიერ პასუხს. არც ერთი არ შეესაბამებოდეს იმას, რომ ჩვენ ეკლესიურები ვართ, ეკლესიურად უნდა ვაზროვნებდეთ და ქრისტიანული უნდა იყოს ჩვენი მოთხოვნა. შეიძლება ასე მოხდეს. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ მართლაც გამონათება იყოს ჩვენში და თქვათ ის, რაც გვჭირდება უპირველეს ყოვლისა. ეს ადამიანი ამბობს, რათა აღვიხილო თვალი. აი ეს ჭირდება მას პირველ რიგში. ისევე როგორც თითოეულ ჩვენგან ჭირდება, რომ ამ ლოცვას თუ კი მოიპოვებ, კითხვა გექნება. კითხვა გექნება შენც აუცილებლად, რომ ღმერთი შეგეკითხება. რა გინდა? აი რატომ მევედრებ? რატომ ლოცულობ? და შენი პასუხიც სწორედ ესეთი უნდა იყოს. უნდა გინდოდეს თვალისახელა. ოღონდ ეს არ ნიშნავს თვალისახელა იმას, რომ ფერები გაარჩიო ერთმანეთისგან ლურჯი რომელია და მწვანე რომელია. თვალისახელა ნიშნავს იმას, რომ სულიერი მხედველობით შეგეძლო შენ დანახვა თითოეული მოვლენისა, რომელიც აღესრულება ჩვენს გარშემო. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში, პოლიტიკის გარეთ, პირადად ჩვენს ოჯახში, სამეზობლოში, სამეგობროში თუ სამსახურში. ნებისმიერი მოვლენის სულიერი შეფასება უნდა შეგეძლოს შენ და სულიერად მოქცევა უნდა შეგეძლოს. რომ თვალი კონდეს ახელილი, ამას უნდა ევედრებოდეს სწორედ ადამიანი ღმერთს, რომ ამ თვალის ახელის შედეგებად ხდება განჭვრეტა ყოველივე სულიერისა. ამიტომაც, რითიც დავიწყე გლავებით დავამთავრებ. დიდმარხისთვის სამზადისია, დიდმარხისთვის მზადებაა, მაშინ მზადება სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. რომ მოუკლებელი ლოცვა იესო ქრისტესი მოინდომებს ვინმე შენს გაჩუმებას, შენ კვლავ ამ ბრმის მსგავსად ხმამაღლა უნდა ღაღადებდე იესო, ძეო ღვთისაო, ჩემი წყალე მე. მოინდომებს ვინმე რომ ან რაღაცნაირად გადაფაროს შენი ხმა, შენ უფრო ხმამაღლა უნდა დაიძახო, სანამ არ მოვა შენთან შეკითხვა, რომ რა გინდა რომ გაგიკეთო. და აი მაშინ უნდა ისურვოს სწორედ იმ თვალის ახელა, რომელიც თვალიც უქმნელ ნათელს დაგვანახებს და ქრისტეს ცხოვრებას გვაზიარებს. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა მოგმადლოს ჩვენ ასეთი სულიერი თვალი.